გამარჯობა ნეო. მოკლედ ეხლა დაგისვა მე სამ კითხვას და მოემზადე მაგისთვის რა. და აი უბრალოდ მეც მაინტერესებს მაგ კითხვაზე როგორ გამცემ პასუხს და საზოგადოებასაც მოკლედ იმედია აინტერესებს რა. აი სამ არგუმენტს გეტყვი ეხლა მე და პასუხები მჭირდება რა მაგ არგუმენტების წინააღმდეგ. კი ბატონო. აი მოკლედ შეხედე მორალური ბოროტების პრობლემა. თუ ღმერთი ყოვლის შემძლე და კეთილია, რატომ არსებობს უდანაშაულო ტანჯვა, მაგალითად, ბავშვების ტანჯვა, სექსუალური ძალადობა, გენოციდები. კეთილ არსებას ეს არ უნდა სურდეს. ხოლო ყოვლის შემძლე შეეძლო ეს აეცილებინა თავიდან, რა. კი ბატონო. ხო მიხდი რას კი უნდა. ბატონო, ეს არის არგუმენტი, ხო, პირველი არგუმენტი მორალის. კი, პირველი. კი ბატონო. ორი პრესუპოზიცია არის განცხადებაში. პირველი ის, რომ ანუ ამ შემთხვევაში ანუ არგუმენტი ახდენს პრესუპოზიციას იმის, რომ ღმერთს უსვიმეს ტანჯვა, ეს არის პირველი შეცდომა არგუმენტის და მეორე ლოგიკური შეცდომა არის ის, რომ ღმერთს შეეძლო თუ არა აეცილებინა, რა თქმა უნდა შეეძლო აეცილებინა, უნდა აეცილებინა თუ არა, არ უნდა აეცილებინა, ეს ამის ვალდებულება არ არსებობს. არა, ბოდიში ნეო, აი, აქ არა ეგ დაფიქსირებული, რომ ეგრე პირდაპირ ღმერთს სურს ტანჯვა, ეგ არაა დაფიქსირებულია. ნახე, ანუ ყოველად კეთილ არსებას არგუმენტი როგორ ყოველად კეთილ არსებას ეს არ უნდა სურდეს. ნახე, ანუ პრესუპოზიცია არის. რატომ არ სურს? ანუ შეხედე, ხო, არ უნდა სურდეს, ხო? მაგ რაღაცას მინდა რომ ისა ანუ დაუპირისპირდე უშუალოდ მაგ არგუმენტში რომ პირველი ჯერ ეს ერთი ანუ სიბოროტეს არა კონტოლოგიური არსი. სიბოროტე არის სიკეთის ნაკლებობა, სიკეთის ნაკლოვანება, ალტერნატიული სიკეთი არის სიბოროტე. აი ეს დავქვევ სიბოროტეზე. სიბოროტე არ არის. ორი წამი. ესე იგი სიკეთის ნაკლებობა არის სექსუალური ძალადობა ან ბავშვების ტანჯვა? სიკეთის ნაკლებობა არის სექსუალური ძალადობა, სიკეთის ნაკლებობა არის მკვლელობა, სიკეთის ნაკლებობა არის ხალატი, სიკეთის ნაკლებობა არის ნარკოტიკებზე. სიკეთის ნაკლებობიდან გამომდინარეობს, რომ სადაც იკლებს სინათლე, იქ ჩნდება სიბნელე. სიბნელეს ონტოლოგიური არსი არ აქვს. სინათლე სადაც არ არის, იქ ჩნდება. როგორც სიცივე. ანუ სიკეთის ნარკოტიკის გარო მოუკვდე მე სიკეთის ნაკლებობა რა შვაშია? სიკეთის ნაკლებობა ის რომ შენ დამოკიდებულება გაქვს ნარკოტიკზე და არ ხარ უფალთან ახლოს და არასწორი რა შვაშია მან სიკეთე რა შვაშია და სიკეთე რა არის? სიკეთე არის რაღაც რაც არის ობიექტურად, მორალურად სწორი. ბოროტება არის ის რაც არის მორალურად, ობიექტურად არასწორი. არასწორია ის რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულება გქონდეს, ეს შენი ღმერთისგან გამოსალკევებას ახდენს, ანუ ყველაფერი რაც ღმერთს გაშორებს არის სიბოროტე, ყველაფერი რაც ღმერთთან გაახლოვებს არის სიკეთე, სუბსტანციურად ესეა. და შესაბამისად სიკეთის ნაკლებობა არის რეალურად სიბოროტე და როცა ღმერთი არსებობს, სიბოროტე არ არსებობს, თავისთავად არსებობა, თავის თავში სიბოროტეს არ აქვს, მარტო სიკეთეს აქვს. სიკეთე არის ობიექტური თუ კარგი და ცუდი არის ობიექტური? კარგი და ცუდი არის ობიექტური მცნებები, ანუ რაღაცა მორალურ ჭრილში კარგი და ცუდი არის ობიექტური. ამ შემთხვევაში მე არ ვამბობ, რომ ცუდი ან სიბოროტე არარეალურია. მე ვამბობ, რომ ონტოლოგიური არსი არ გააჩნია. მაგალითად, მე არ ვამბობ, რომ სიბნელე არ არსებობს. მე ვამბობ, რომ სიბნელე იმიტომ არსებობს, რომ სინათლე იკლებს. ანუ ონტოლოგიური არსი არ აქვს, ანუ მყოფობა, არსებობა თავის თავში სიბოროტეს არ აქვს. სიკეთეს აქვს თავის თავში, იმიტომ რომ სიკეთე ღმერთია. შესაბამისად, როცა ღმერთი არსებობს, სიბოროტე ვერანაირად ვერ იარსებებს, გამორიცხულია, იმიტომ რომ ღმერთი ერთია ნიშნავს რომ ის არის რაც არის სიკეთეა და სიკეთიდან გამორიცხულია სიბოროტე გამოვიდეს. ამაში სიბოროტე რანაირად არსებობს? რანაირად და ღმერთის მიერ ბოძებული კარგი უნარის ამ შემთხვევაში თავისუფალი ნების არასწორი აქტუალიზირებით ჩნდება სამყაროში სიბოროტე. ანუ როდესაც ქმნილება თავისი თავისუფალი ნებით მოისურვებს ღმერთისგან გამოცალკევებას, აი მანდ ჩნდება სიბოროტე და ამ უნარს ღმერთი არ ხედე სექსუალური ძალადობა არ არის ღმერთთან განშორება. ჩვენ ვცილდებით ხა მათი ამას, იმიტომ რომ როგორ არის ღმერთთან განშორება? არა, ვიღაცასთან შეხედე, ვიღაცასთან რო იძალადოს, აი ვიღაცამ სექსუალურად ხო ხდები? მან უკვე ის პიროვნება, რომელზეც იძალადეს, ის ღმერთთან განშორებული არ არის. ის არის, რომელიც ძალადობს. კი ბატონო, ვინც ძალადობს, ის არის. მე რატო ხდება ეს უდანაშაულო ტანჯვა? ტანჯვას რა შეეხება? იმათთვის ეს იყო არგუმენტის პირველი ნაწილი. როგორ ფიქრობ თვითონ შემოძღვნა? ორი წამი. ნახე, ეს იყო არგუმენტის პირველი ნაწილი. პირველი ნაწილი არის ეს არგუმენტი. რატო ხდება და როგორ შემოდის ტანჯვა? ტანჯვა შემოდის, აი მაგას ვაგრძელები, როდესაც ქმნილება თავისი თავისუფალი ნებით, ღმერთის მიერ ბოძებული უნარით
ამ უნარის არასწორი აქტუალიზირებით ღმერთს დაშორდება. ამ უნარს ღმერთი თუ ქმნილებას არ მისცემდა, რობოტები შეუქმნია და არა თავისუფალი არსებები. როცა ქმნილება ამარჩევას აკეთებს, შემოდის სამყაროში სიბოროტე იწვევს აი ამ ბიოლოგიური ხსნადობიდან დაწყებული უსამართლობებით გაგრძელებული და აი მან კონკრეტული აი თუნდაც სექსუალური ძალადობით და რა სხვა სახის ძალადობებით დამთავრებული ყველაფერი ეს შემოდის სამყაროში მაშინ როდესაც ქმნილება შორდება. ამ შემთხვევაში არგუმენტი თუ არის რომ ღმერთი დასაწყისშივე რატო არ ანადგურებს სიბოროტეს, მაშინ სამყარო გამოდის ტრივიალური და არამორალური და ისევ რობოტებამდე მივდივართ. ანუ ღმერთმა დასაწყისშივე თუ სიბოროტე აღმოფხვა და თუ რაღაცების დაშვება არ მოთან, ტანჯვას რაც შეეხება ღმერთის მხრიდან, როგორი თემა ის ჩვენ არ ყავს ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა და მე თავისთვის არის ჩვენ ყავს ღმერთი, რომელიც შემოვიდა და ის ტანჯვა, რაც კი ადამიანმა შეიძლება ოდესმე საკუთარ თავზე გადაიტანოს, ყველაზე დიდი ტანჯვა საკუთარ თავზე გადაიტანა. ის შედეგი, ის ცუდი შედეგი, რაცაც ქმნილება იმსახურებდა, იმიტომ რომ ღმერთისგან გამოცალკევდა, საკუთარ თავზე აიღო ეგ შედეგი, ეგ ბიოლოგიური ხსნადობა, ტკივილი, გარიყვა, გინება, სიკვდილი და ეს ყველაფერი საკუთარ თავზე იტვირთა. შესაბამისად, არგუმენტი საბოლოოდ ამაში მდგომარეობს, რომ ეს დაშვებები, ეს ცუდი რაღაცების დაშვებები, იმიტომ ხდება, რომ საბოლოოდ ღმერთს შეუძლია აი ამ ყველაფერი ცუდიდან გამოიყვანოს კარგი, მინდა რომ მაგალითი მოგიყვანო. ქალი გააუპატიურეს, ამ გაუპატიურებამ შეძრა ეს ქალი იმ დონეზე გაანადგურა, რომ თავის მოკლა საპირებდა, სანამ თავს მოიკლავდა, შეიტყო, რომ ფეხმძიმედ იყო, გადაწყვიტა, რომ აი ამ ბავშვის მამის საშინელი ქმედებისა და ცოდვის გამო არ დაესაჯა ბავშვი, გააჩინა, ეს ბავშვი გაიზარდა, გახდა ქრისტიანი და უამრავი ადამიანი დააყენა ქრისტეს გზაზე, მათ შორის დედამისი გააქრისტიანა სიკვდილის წინ. წარმოიდგინე, ამ ქალმა თუ შეძლო, რომელმაც გაუპატიურებისგან თავი ვერ დაიცვა, აი ამ საშინელებიდან საბოლოოდ სიკეთე გამოიყვანა, შენი აზრით ღმერთს რომელიც ყოვლის შემძლეა, არ შეუძლია, რომ ცუდიდან კარგი გამოიყვანოს. ამის მაგალითი ჯვარცმა რო შეხედო გარედან ათეისტური პერსპექტივიდან საშინელი მოვლენაა, მაგრამ ქრისტიანებისთვის ეს უდიდესი მოვლენაა, იმიტომ რომ ჯვიდან ჩვენი გამოხსნა ხდება. ჯვარზე იესომ ჩვენი ცოდები აზიდა და იმისთვის ჩვენ რო დავადასტუროთ, რომ ღმერთი ამორალურ ჯერ ფალასია, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ აი ამ ცუდი რაღაციდან ღმერთს არ შეუძლია კარგი გამოიყვანოს. მაგ შემთხვევაში არის არგუმენტი ვალიდური, მაგრამ მაგის დამტკიცება შეუძლებელია და ანუ გამორიცხულია სრულიად. მაგას ვერ დავამტკიცებთ, იმიტომ რომ ეგრე. ანუ მეო შეხედე, შენ როგორც თქვი, რომ აი ხო შეუძლიაო რომ ღმერთს ცუდი რაღაციდან კარგი გამოიყვანოს რა. აქ ჩვენ გვაქვს საუბარი რაზე იცი? ის თუ ყოვლის შემძლეა. კარგი და რო გამოიყვანა კარგი და იმ კარგი და რო გამრავლებულიყო ქრისტიანო, ანუ მე რო აერჩიათ ქრისტიანობა რა, აი იმ კარგიდან და არა ცუდიდან, მაგალითად ცუდად ანუ ხო გააუპატიურა და შემდეგ თავი ხო ვერ დაიცვა და აი მაგის მაგივრად თუ ყოვლის შემძლეა, აი კარგით რო ჩაენაცვლებინა ეგ ბოროტება და ცუდი ხო შეიძლებოდა? არა, არ შეიძლებოდა კარგით ეგ ადამიანი არ გახრისტიანდებოდა, უკიდურესი განსაცდელი ღმერთისგან იშვება იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა გზა არ არის ადამიანის მოქცევის და თემა რა არის, რომ ღმერთის იდეა თავიდან ადამიანს და ევას რო ხმის, ადამი და ევა არიან უკვდავები პოტენციურ, ანუ იქ სიკვდილი და არანაირი ცუდი არ არსებობს, მაგრამ როცა ეცემა ქმნილება უკვე დაცემულ სამყაროში ცხოვრობს და აი აქ იმხელა გაუყურმართება, რომ კონკრეტული განსაცდელები აუცილებელია ადამიანისთვის, რომ ღმერთამდე მივიდეს. ანუ ამ შემთხვევაში რა არის არგუმენტი საბოლოოდ, რომ სამყარო რო აი ამ სამყაროში რასაც ცხოვრება გიწევს ღმერთის მხრიდან ხდება ყველანაირი მოქმედება იმისთვის, რომ შენ მაქსიმალურად გქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ ცხონდე, თუმცა ზღვარი არსებობს. ზღვარი ის არის, რომ შენი თავისუფალი ნების violation-ი, ანუ შენ თავისუფალი ნების ის არ ხდება, გაბათილება. აი მანდარი ზღვარი, დანარჩენი ღმერთის მხრიდან ხდება ყველაფერი, ოღონდ შენ გადარჩე. ღმერთი არ შეგეშვება იქამდე, სანამ არ გადაგარჩენს. თუ ვერ გადარჩი, იმიტომ რომ არ გინდა გადარჩენ. აი ეგ არის საბოლოო ჯამში ღმერთის მოქმედება, ეგრე აიხსნება. და იმ გასახელებით რომ მინდოდეს და ვერ გადავრჩე, მე რა ხდება? რო გინდოდეს და ვერ გადარჩე, ეგეთი რაღაც არ არსებობს. მინდა გადარჩენა ნიშნავს, რომ მე მინდა ქრისტესთან ურთიერთობა, მე მინდა ქრისტესთან ურთიერთობა ნიშნავს, რომ მე მართლა მინდა ქრისტესთან ურთიერთობა და ქრისტე ამ დროს ყოველთვის ეხმარება ადამიანს, ყველანაირად გვერდში შენ გადარჩენაში გულისხმობ. გადარჩენაში გულისხმობ საუკუნო სიცოცხლეს ღმერთთან ერთად მარადიულად ყოფობას. ეგ არის ანუ უსასრულობას, ხო? კი ბატონო. კაი, გასაგებია. კაი, მეორე კითხვის დრო მოვიდა ეხლა რა. გადავიდე.